იცოდით, რომ კვიპროსში არა მხოლოდ ლომასის სანაპიროების გამო, არამედ ძალიან ლომასის სოფლების ანახავადაც ჩამოდიან ხოლმე. გამარჯობა მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ერთი პროდუქტი, რომელსაც ვეზებდი ძალიან დიდი ხნის მანძილზე და სრულიად შემთხვევით ვოლტზე ვიპოვე და რა თქმა უნდა გამოვიწერე და მინდა გაგიზიაროთ ეს საოცრება და ჯადოქრობა. ეს გახლავთ PDLN-ის ესენსი, სტიკი ოღონდ, სტიკ ბალმი არის, რომელიც არის კანის ღრმა დატენიანებისთვის, ბარიერის აღდგენისთვის, anti-aging support-იც აქვს და ძალიან ბევრი კარგი თვისება, ეხლა ბევრი რო არ ვისაუბრო, პირდაპირ გაჩვენებთ. აი ეს სტიკი არის და ეხლა უკვე გადავიტარე სახეზე. ანუ ისე მიბზინავს, რომ შოკში ვარ. შეგვიძლია ტურცეც დავიტანოთ და როგორც ინტერნეტში წავიკითხე, ორაგულის დნმ-ით მიიღება. თუ ვინმე დაინტერესებული ხართ ჩემი გამომწერებიდან თავის მოვლით ამ სკინკეერით, აუცილებლად გამიზიარეთ, გსმენიათ თუ არა ამ პროდუქტის შესახებ და თუ გსმენიათ, რამდენად კარგად ხართ განწყობილები და კარგი პროდუქტია თუ არა, იმიტომ რომ ინტერნეტში რაც ვნახე, აბსოლუტურად ყველა აქებდა. ამიტომ რა ვიცი, შედეგსაც ვხედავ ნათლად. ძალიან კარგად ჩვენ შედეგი. კამერაში არ ვიცი რამდენად აღიქმება, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ გადატენიანებული მაქვს სახის კანი, თან არაფერი არ მქონდა გამოყენებული მაქამდე, მხოლოდ დასაბანი და არ ვიცი, 10-დანაც დაუწერდი მე, აუცილებლად ცადეთ თუ შანსი ჩაგივარდებათ და გამოცადეთ თქვენ თავზე. მადლობას მეტყვით. მეგობრებო, ახალი ქურთუკი შევიძინე Nude Project-ზე. მე ვგიშწები ამ ბრენდზე, ალბათ უკვე გეცოდინებათ, ვინც დიდი ხანია მეყურავთ. და შემოხვდა ესეთი მეილი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ წევრებისთვის აკეთებენ ძალიან დიდ ფასტაკლებას. ანუ რაღაცნაირად დახურული ფასტაკლება იყო და მთელი, რა ვიცი, პაროლებით და ამბებით, ჯერ სანამ შევედი, იმდენი ხალხი იყო, რომ ძალიან ჭედავდა და ერთი სიტყვით ვიპოვე ქურთუკი, რომელსაც გავკიშდი და აი უკვე მაცვია და შევიძინე 50%-იანი ფასტაკლებით. გამოვიდა ძალიან კარგი ფასი. ძალიან მომწონს, შიგნიდან არის შავი ამრისფერი სარჩულით, ულამაზესია და ასევე მაისური, რომელიც ძალიან მომწონს. ულამაზესი მაისურია მართლა. ზურგიც როგორი ეფექტური აქვს. ზომა ზუსტად ვიცი მაისურში ესი ვარ. Small-იც კი oversize-ად მაქვს Nude Project-ში, ხოლო ეს ქურთუკი არის medium-ი და დიდი ხანი ვფიქრობდი small-ი გავამეწერე თუ medium-ი, რადგან ცოტა დიდი მინდოდა მქონოდა ვიდრე პატარა, იმიტომ რომ პატარა მოტკუცული ქურთუკები არ მიყვარს, რაღაცნაირად კომფორტულად არ ვგრძნობ თავს. დავინტერეთ აუცილებლად კომენტარებში ტანზე როგორ მაქვს, ძალიან დიდი ხომ არ არის. მე მგონი ატანადი არის. ესეთი ზურგი აქვს, ძალიან ლამაზი, სადა. არ ვიცი ჩანს თუ არა Nude Project-ს აწარია, ხო ძალიან სადად და მოკლედ ძალიან მომწონს. იცოდით, რომ კვიპროსში არა მხოლოდ ლომასის სანაპიროების გამო, არამედ ძალიან ლომასის სოფლების ანახავადაც ჩამოდიან ხოლმე. ამიტომ დღეს წავალთ ერთად და ვნახავთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სოფელს, ლევკარას. წამოდით ჩვენთან ერთად, გაჩვენებთ ყველაფერს და მე ძალიან საყვარელ და ლამაზ სასტუმროში გვინდა შესვლა. დიდი ხანია უკვე შორიდან ვეტრფი და მინდა რომ ვნახო როგორი არის. წავედით ახლა ერთად და თან რაღაცებს მოგიყვებით გზადაგზა. ლევკარა არის კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოფელი. ძალიან ბევრი ტურისტიც ჩამოდის ამ სოფლის სანახავად. სხვადასხვა იგი ცნობილი არის ტრადიციული მაქმანებით. ეგრეთ წოდებული ლევკარას მაქმანები არის ცნობილი და ხელნაკეთი ვერცხლის ნივთებით. სოფელი გამოირჩევა ქვის სახლებით, ვიწრო ქუჩებით და ყვავილებით სავსე ეზოებით. ეს არის ის სასტუმრო აგორა, რომელიც მე ძალიან მინდოდა რომ მინახა. იყო უგემრიელესი კერძები, ძალიან კარგი გარემო, როგორც ხედავთ კადრებშიც. ლევკარას ხოჭოს დიდარი ისტორიაც აქვს. არის თქმულება, რომ ლეონარდო და ვინჩი აქ ეწვია ამ სოფელს და მაქმანი მილანის ტაძრისთვის შეუძენიაო. დღესდღეობით საკმაოდ მშვიდი ადგილი არის ლევკარა, სადაც კვიპროსული კულტურა და ტრადიციები ცოცხლად არის შემონახული. ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ მოინახულოთ ეს ულამაზესი სოფელი, რომელიც ლარნაკადან დაახლოებით 9 საათში არის. ძალიან დავიღალე.
მაგრამ იყო საკმაოდ ლამაზი სოფელი. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეც მოველოდი, იმიტომ რომ მეგონა რომ მეტი იქნებოდა სანახავი, მაგრამ შევცდი სულ ერთი მთავარი ქუჩა იყო. ესე რომ ვთქვათ, სანახაობა ბევრი იქ არაფერი იყო, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ერთი დღისთვის მაინც ძალიან კარგი იდეა იყო აქ წასვლა. სასტუმრო ძალიან მომეწონა, როგორც კერძები, ასევე გარემო, მაგრამ ზაფხულში ბევრად უფრო ლამაზი იქნება, რადგან უკვე აუსაც გახსნიან, თან ულამაზესი გარე ავეჯი აქვთ, მათი მთელი ხიბლი სწორედ ეგ იყო, ინსტაგრამზე სულ მომწონდა მათი ეს აუზის სივრცე, რაც რა თქმა უნდა ზამთარში იგივე არ დამხვდა, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ზაფხულშიც. როგორ მოგეწონათ ლევკარა ამ ვიდეოში აუცილებლად გამიზიარეთ, მე კი ვეცდები რომ უფრო და უფრო მეტ ლამაზ და საინტერესო ადგილას წავიდე და თქვენც გაგიზიაროთ. H&M-დან გამოვიწერე პირველად ამანათი ჩამოვიდა და მეგონა რომ გამოვიწერე კვიპროსის H&M-დან, რომელიც ლიმასოლში არის მაღაზია, ლარნაკაში არ გვაქვს და აღმოჩნდა რომ საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, მგონი პოლონეთიდან თუ არ მახსოვს, მოკლედ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და ძალიან დიდი ხანი ველოდა სიმართლე გითხრათ და ნუ არა უშავს თავარია ჩამოვიდა და ჩემთან არის პირველი გვაქვს ესეთი როლინგი სერი რომელიც ძალიან ლამაზია, სადა, კარგია, ცოტა oversize დადგება ტანზე და ერთი ტყუით idеალური არის. ეს დეჭიმს გამოვწერე. მოუხდება აბსოლუტურად ყველაფერს. ძალიან უპრეტენზიო არის. ნაცრისფერი დეჭიმსაც ძალიან უყვარს, ამიტომ ზუსტად ვიცი რომ მოიწონება. ჩემთვის კი გამოვიწერე ასევე მოხი არის. თეთრი, ესეთი სამკუთხა ყელით, რომელზეც დიდად არ ვგიშდები, მაგრამ სხვა ვარიანტი არ მქონდა. ზომები სულ ამოყიდული იყო, ამიტომ მოკლედ ესეთი ზედა შევარჩიე. არის H&M-ის პრემიუმ ხაზიდან ესენი და იყო საკმაოდ დიდი ფასდაკლება, თუ არ ვცდები 40%-იანი. დამწერთ თქვენი აზრით, როგორ მოგწონთ და ამ სამიდან რომელი უფრო მოგეწონათ ყველაზე მეტად. თუ კიდევ არის ფასდაკლებები, გირჩევთ გულწრფელად გამოწეროთ რამე და ცადოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხარისხია და ამ ხარისხთან მიმართებაში ამ H&M პრემიუმ ხაზს გულისხმობ. ფასი არის ასე თუ ისე ადეკვატური, რადგანაც სხვა ბრენდებს მსგავსი მოჰე არ იქნება ეს თუნდაც კაშმირი თუ შალი, გაცილებით ძვირ ფასებში აქვთ, ამიტომ H&M-ის პრემიუმ ხაზს არაფერს ვერ ვჭი. უბრალოდ ზომები ძალიან მალე იყიდება. დროებით